მოგესალმებით ყველა ჩემო მეგობრებო, თქვენ იმყოფებით არხზე Video Lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა ვისაუბრო და გასწავლოთ USB ფლეშკებთან დაკავშირებით ერთი ძალიან კარგი მეთოდი და ძალიან კარგი პრაქტიკული რაღაც, რაც შემდგომში თქვენ გამოგადგებათ. პირველ რიგში, სანამ დავიწყებდე უშუალოდ ვიდეო გაკვეთილს, მინდა ავხსნა ამ ვიდეოს აზრი. თუ თქვენ ხშირად იყენებთ USB ფლეშკებს ავტომობილებში ან პლეიერებზე, რომლებიც არიან ძველი მოდელის, ასე ვთქვათ, ან არა აქვთ ყველა USB ფლეშკების მხარდაჭერა, როგორიც არის ახლა იგივე Gen 3 ან 3.2 გაფართოების, ანუ USB 3.0 ან USB 3.2 ვერსიის ფლეშკები, რომელიც არსებობს და ამასთანავე ის USB ფლეშკები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის 64 გიგაბაიტზე ზემოთ. ზოგიერთი 64 გიგაბაიტიანიც კი. თუ ასეთი ფლეშკების მხარდაჭერა არ აქვს თქვენს, ასე ვთქვათ, აუდიო players ან ავტომობილის players, თქვენ შეგიძლიათ დღევანდელი ვიდეო გაკვეთილის დახმარებით ფლეშკა გადაიყვანოთ ძველ ფორმატზე, USB 2.0 ფორმატზე. რა თქმა უნდა, ეს თანამედროვე ფლეშკის ჩაწერის სიჩქარეს დააგდებს, თუმცა პროგრამულად მას მისცემს იმ ფუნქციასა და უნარებს, რაც სჭირდება ძველი კატეგორიის playerებს. ეხლა მე ავხსნი თუ რაზე მაქვს საუბარი. ეხლა მე კომპიუტერზე შეერთებული მაქვს მეგობრებო ჩემი SanDisk-ი, რომელიც 128 გიგაბაიტიანია და ის არის მეგობრებო exFAT ფორმატის. სამწუხაროდ exFAT-ი და NTFS-ი აქვს მხოლოდ ამ ფლეშკას. როგორც ხედავთ, ეხლა მე დაფორმატებას ვცდილობ, რომ ხარისხი შევუცვალო, უბრალოდ ფორმატი შევუცვალო და არის მხოლოდ NTFS-ი და exFAT-ი. ესენი არც ერთი ძველი კატეგორიის აუდიო პლეიერებზე და საკმაოდ ბევრ ავტომობილის აუდიო პლეიერზე არ მუშაობს. არ მაქვს საუბარი ისეთ ავტომობილებზე, რომლებსაც აქვთ Android სისტემა და ასე შემდგომ. მე მაქვს უფრო ძველი კატეგორიის ავტომობილებზე საუბარი მეგობრებო. ამ შემთხვევაში თუ თქვენს გაქვთ მსგავსი პრობლემა და გჭირდებათ უფრო დიდი ფლეშკა, ვიდრე არის 32 გიგაბაიტიანი ან 16 გიგაბაიტიანი ან 64 გიგაბაიტიანი, ძალიან ბევრი სიმღერების ჩასაყრელად, თქვენ შეგიძლიათ დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი გამოიყენოთ და უპრობლემოდ შეუცვალოთ ფლეშკას ფორმატი იმ საჭირო ფორმატზე, რაც გჭირდება. ეს საჭირო ფორმატი კი არის ეგრეთ წოდებული FAT32. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თანამედროვე ფლეშკები გადავიყვანოთ ძველ USB სისტემაზე. პირველ რიგში უნდა გავხსნათ ბრაუზერი, გადავიდეთ Google-ზე. ამის შემდგომ საძიებო სისტემაში ჩავწეროთ ეს შესანიშნავი ტეგი. ამ პროგრამის გადმოსაწერი ლინკი მითითებული იქნება ვიდეოს აღწერაში. შემდგომ გადავიდეთ მის ოფიციალურ ვებგვერდზე და დავაჭიროთ ღილაკ Start. ამის შემდგომ დაიწყებს გადმოწერას. პროგრამა არის მეგობრებო, ეგრეთ წოდებული portable ვერსია, რომელსაც დაყენება არ სჭირდება. პროგრამა არის რამოდენიმე კილობაიტი და პლუს ამას სრულიად უფასო. ამის შემდგომ უბრალოდ გახსენით download graph და ჩართეთ ეს პროგრამა ადმინისტრატორის სახელით. ადმინისტრატორის სახელის შემდგომ, როდესაც გაიხსნება, უკვე პირდაპირ მოძებნილი აქვს ჩემთან, რომ ეს არის K-disk-ი, K-disk-ზე არის ჩემი USB ფლეშკა შეერთებული და არის SanDisk-ი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ამ მომენტში არის exFAT ფორმატის, file system. ფაილების სისტემა, რომელიც ამ ფლეშკაზე მუშაობს, არის exFAT-ი. გავთიშოთ ახლა, აქ არის K-disk-ი, თუ თქვენთან არ არის, აუცილებლად მოძებნეთ ის K-disk-ი ან ის დისკი, რომელიც ეწერება თქვენთანაც. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ მოხდება თქვენი დისკის დაფორმატება. ამის შემდგომ აირჩიეთ სასურველი ზომა, მე მაქსიმალურს გირჩევთ და დააჭირეთ Start-ს. შემდგომ OK-ს და დაელოდეთ რამოდენიმე წამი. ესეც ასე. ფორმატირება წარმატებით დამთავრდა, როგორც ხედავთ, FAT32 დაეწერა. გავხსნათ ახლა ჩვენ აქ K-disk-ზე არანაირი შემცირება არ მოყოლია, ანუ არ შეგეშინდეთ მეგობრებო იმის, რომ თქვენი დიდი ფლეშკა იქნება ეს 128, 256, 512 ან თუნდაც 1 ტერაბაიტი რაიმე სახით დაკარგავს, ასე ვთქვათ, ადგილს. ანუ არ შეგეშინდეთ იმით, რომ 118-იანი თუ იქნება, 128-იანი თუ იქნება, უცებ გახდება უფრო მცირე ზომის. შიგნით არაფერი არ არის. უბრალოდ პროგრამულად შეეცვალა მას ხარისხი. ეხლა უბრალოდ დავაწვევი მე ისევ properties
და აი აქ მეგობრებო უკვე ფაილის სისტემში ხედავთ FAT32-ს. აი ეს FAT32 მუშაობს აბსოლუტურად ყველა აუდიო პლეიერზე, აბსოლუტურად ყველა თაობის ძველ კომპიუტერებზე იქნება თუ ახალზე, არა აქვს მნიშვნელობა და აბსოლუტურად ყველა ავტომობილის აუდიო პლეიერზეც. რის შედეგადაც მე გირჩევთ რომ თანამედროვე ფლეშკები, თუნდაც თანამედროვე Android სისტემა აიყენოს თქვენს ავტომობილს, თუ გჭირდებათ უფრო დიდი ტევადობის, აი ამ პროგრამის დახმარებით მარტივად რომ გადაიყვანოთ FAT32-ზე. რის შემდგომადაც მასზე მოათავსებთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის სიმღერებს და თავისუფლად გამოიყენებთ პლეიერში. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რაც თქვენთვის მინდოდა მესწავლებინა და შემომეთავაზებინა. ვიმედოვნებ რომ მოგწონთ ჩემს არხზე განთავსებული ვიდეო გაკვეთილები და ზოგადად ჩემი არხი. თუ რომელიმე თქვენთაგანს გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ ეს შეკითხვები დაწეროთ კომენტარებში, უკაცრავად კომპიუტერი ვთქვი. შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ან დამიკავშირდეთ ჩემი სოციალური ქსელების დახმარებით. მე კი შევეცდები რომ თითოეულ თქვენთაგანს შეძლებს და გვარად დაგეხმაროთ. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.